სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და როგორც შეგვირდით, ამ ქალბატონის ჯინას მიერ არის მეორე კითხვა დასმული, ძალიან საინტერესო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კითხვები, შეიძლება ათეულში შევიტანოთ იმ 450 კითხვაში თუ კიდევ უფრო მეტი აღარ მახსოვს ახლა რამდენი ჩავიწერეთ ჩვენ და ძალიან წვენის მომცემი და ძალიან პრაქტიკული სხვათა შორის. მოდით მოვუსმინოთ ჯინა, რას ეკითხება ჯონ მაკარტურს. კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა ჯონ. მე მყავს ქმარი, რომელსაც ძალიან ეშინია ხოლმე აქ დადგომის და თქვენთან საუბრის. მე მაქვს შეკითხვა. ის არის ძალიან კარგი ქრისტიანი და მას სურს რომ იცოდეს, როგორ გავიცნოთ იესო ქრისტე უფრო ახლოს პერსონალურად. და ეს არის გარკვეული რაღაცა შინაგანი ბრძოლაც და ჩემს გულშიც იგივე შეკითხვა მაქვს მე. იცით, მე ხშირად ვჯდები ხოლმე და ვლოცულობ, ვკითხულობ ბიბლიას და კითხვას უსვამს საკუთარ თავს. მე ვიცნობ იესო ქრისტეს ისე როგორც საჭიროა? არა და მე ძალიან მინდა მისი გაცნობა. ალბათ გესმით ხო ჩემი? დიახ, მე მესმის თქვენი და ეს ძალიან მშვენიერი კითხვაა, პასუხობს ჯონ მაკარტური. სანამდე ამას გავცემდე კითხვას, ჯონ მაკარტური ამბობს, რომ ძალიან ამაღელვებელი კითხვა არის და თუ თქვენ ეს მე გაგრძნობინეთო თავი ესე კომფორტაბლურად, დიდი მადლობა ამისთვის, ჯონ მაკარტური ამბობს და სანამ ჯონ მაკარტური დაიწყებს ამის თქმას, მოყოლას, მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთანაც ქართულ სივრცეში ქალბატონები უფრო გაბედულები არიან, მე რაც შემხედრია, ხო? მოდი თქვათ ახლა ახალგაზრდებმა ეს ტენდენცია დაძრეს, შეცვალეს. და მე ვხედავ და მიხარია ძალიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცებიც აქტიურობენ უკვე ესეთ საკითხებში და ცდილობენ რომ უფრო გამოვიდნენ კონტაქტზე. მაგრამ ქალბატონები ყოველთვის აქტიურობდნენ და ეხლაც აქტიურობენ ქართულ სივრცეში. ხედავთ, ეს მარტო ქართული სივრცის დაავადება არ არის, რამე თუ სახალხოდ ლაპარაკი, ამას ენაზე ლაპარაკობდი, აი შიშები, რა არის ყველაზე დიდი შიში? ხო იცით, ადამიანებში რა არის ეს სახალხოდ საუბრის შიში. და ამის დაძლევა უჭირთ ხოლმე და ისედაც ასეთ რაღაცებზე ნალაპარაკი ხო ფსიქოლოგთან, ისე ქალებს უფრო უადვილდებათ ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ესე არ უნდა იყოს, ვიდრე რომ ღმერთსაც უყვარს გულგახსილობა და იცით რომ ღმერთის შვილები, კაცები, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული, უმეტესობა მამაკაცებია. მამაკაცები და ესენი მაგალითად გვაძლევენ ჩვენ რომ არ ვიყოთ მორიდებული ამ საკითხებში. აი ჯონ მაკარტური პასუხობს ახლა მას. აი ხლა მე ჯინა წაგიკითხავ თქვენ და მოგასვენებთ, იცით ხომ პავლე მოციქული, ხსმენიათ ამის შესახებ? რა თქმა უნდა. და მე მგონი და მე თარგმნით რომ ის ცუდი ქრისტიანი არ არის, ხომ? ის ალბათ საუკეთესო შორის არის, როცა ქრისტიანებზე ლაპარაკი ქრისტეს შემდეგ, ხომ? და ეს მისი ლოცვა არის. მოусმინეთ, გასვოთ რას ამბობს ის, რათა ვიცნობდე მას და რათა შევიცნო იგი. და რა სიტყვის ამ სამყაროში პავლე? და თქვენ ამას წლების განმავლობაში აკეთებთ ასევე. ხედავთ? პავლე ამბობს, რომ დაუთმე შენი სიცოცხლე მის სამსახურს და მე ნება მიბოძეთ, რომ წავიკითხო ორი შესანიშნავი ადგილი პავლეს ცხოვრებიდან. მე არ ვიცი რომელი გამოვარჩიო, მაგრამ რა თქმა უნდა პირველი წავიკითხავ, რაც ჯონ მაკარტურმა ახსენა, ეფესელთა მიმართ წავიკითხავ წერილს და შემდეგ ფილიპიელები. ეს ორი ძალიან გამორჩეულად არის, რასაც პავლე ითხოვს. მესამე თავი ეფესელთა წერილის. ამიტომ მე პავლე, ქრისტეს პატიმარი გავხდი თქვენთვის წარმართებისთვის. თუ რა თქმა უნდა გსვენიათ ღვთისმადლის გამგებლობაზე, რომელიც თქვენთვის მომეცა, რადგან გამოცხავდებით მე უწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. და როცა წაიკითხავთ, შეგეძლება ჩაწვდეთ ჩემცოდნას ქრისტეს საიდუმლოში, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმინდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმისთან აზიანი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით. სწორედ ამ სახარების სახური გავხდი ღვთისმადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. მე ყველა წმინდა შორის უმცირეს მომეცა ეს მადლი, რათა წარმართათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასთვის რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა ყოვლის შემქმნელ ღმერთში. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მართველობებს ხელისუფლების ზეცაში ღვთის მრავალხრივი სიბრძნე, საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ
იესო ქრისტეში, მამა ღმერთზე ლაპარაკი, რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმირწვენის მეშვეობით. ამიტომ გთხოვთ გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ იტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა. ამისათვის ვიდრეკ მუხს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში, ისე რომ რწმენით დამკვიდრეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმული და დაფუძნებული სიყვარულში, რათა შეძლოთ ყველა წმინდასთან ერთად ჩასვდეთ რა არის სიგანე, სიგრძნე, სიმაღლე და სიღრმე და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით, ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ. მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნისამდე ამინ. აი, ნახეთ მამას ღმერთთან როგორ ლოცულობს პავლე მოციქული და ასევე ფილიპელთა მიმართ წერილში. და ბოლოს შემოძმებო იხარით უფალში, ამის მოწერა თქვენ და ამის საძნელო არ არის შემთვის, თქვენთვის გამხნევება, იგივე მესამე თავი, ხედავ, იქაც 3, აქაც 3, ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ მუშებს, ერიდეთ წინდაცვეთას, რადგან ჩვენ ვართ წინდაცვეთულობა, სულით რომ ემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოკადულნი და არა ხორცზე დაიმედებული, თუმცა ხორცისადმი დობად შემეძლო და სხვა ვინმე ფიქრობს ხორცს მიენდოსო, მე მით უმეტეს. წინდაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამის ტომი და ებრაელთაგან ებრაელი, რჯული და ფარისეველი, ეკლესიის მოშლედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმციკლო, მაგრამ რაც შემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩინა ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის, ნახეთ ისევე, ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი თქვი ყოველივეზე და ყველაფერზე ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო. ნახეთ, ქრისტე შევიძინო და აღმოჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით, რათა შევიცნო იგი მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო, რათა როგორმე მივწვდე კუდრეთით აღდგომას, არა იმიტომ რომ უკვე მივახცი ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი რომ იქნებ მივახციო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესო. ძმებო, არ მიმაჩნია რომ უკვე მივახციე, არამედ ერთს ვაკეთებ, ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა და იმას ველტვი, რაც შემწინაა. ველტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. ამიტომ ვინც ჩვენს შორის სრულქმნელია, ასე უნდა იაზრუნოს და თუ სხვანაირად აზრუნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ. ამრიგად, რასაც მივახციეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა ჩვენში რომ გაქვთ. ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვა თქვენთვის და ახლა ტირილითაც გეუნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხულშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს უფალი იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს. ეს არის ორი შესანიშნავი. კიდე შემეძლო წამეკითხა სხვა, მაგრამ ეს მე თავისუფლება მივეცი, ჯონ მაკარტმა რო ახსენა ის ორი სიტყვით, მე მინდოდა რომ ფართედ თუ პავლე როგორ ევედრება და როგორ ცდილობს, რომ და შეიმეცნოს და გაიცნოს იესო ქრისტე უფლო ახლოს და რას ნიშნავს ეს. ნახეთ და პავლე ამიტომ ჯონ მაკარტური აგრძელებს, ამიტომ ნახეთ დაუთმე მთელი შენი სიცოცხლე მის სამსახურს და მე მჯერა და ვიცი რომ სახარება იმისა რომ იესო მოკვდა და აღდგა, ვიცი რომ ჩვენ გვჯერა რომ შენი სიცოცხლე ქრისტესთვის მიუძღვენი, ხომ? და ყველაფერი რასაც თქვენ ავლენთ, მე მჯერა რომ არის ჭეშმარიტი მორწმუნის დაუეკებელი წყურვილი ქრისტეს ცოდნის სისრულისათვის. ხედავთ, რომელიც არასდროს არ ქრება. და კითხვის დამსველი ჯინა აგრძელებს. მაგრამ ეს ჯონ პირადული ურთიერთობაა, ეს არის ქრისტეს ახლოდ გაცნობა? თუ ეს გავს თოგზე ასვლას და ჩამოსვლას და უკან გააგრძელი ასვლა და ჩამოსვლა. ხედავთ? და ჯონი პასუხობს, რომელიმე თქვენგანი შეუძლია რომ მოახდინოს იდენტიფიცირება იმისი, რასაც პავლემ თქვა? მე შემიძლია ამის იდენტიფიცირება გავაკეთო მასთან. ნახეთ, ეს მშვენიერია. გულისხმობ, მე დიდი ხანია ქრისტიანი ვარ და ბიბლიაში რაღაცები ვისწავლე. ხედავთ? შემეგძლო, ნახეთ, მცირე პასუხიც გამეცა თქვენთვის. ხედავთ? მე შემეძლო მე თქვა, აი ეს მუხლი იმას აკენით, წაიგითხეთ, ეს მუხლი იმას აკენით, მაგრამ ჭეშმარიტება ისა რომ მთელი ცხოვრება თქვენ ცხოვრობთ და ცდილობთ უფრო მეტი გაიგოთ ღვთის სიტყვის შესახებ და რაც უფრო მეტად დადიხარ უფალთან, მეტად და მეტად უფრო ღრმავდება და შიმშილი იზრდება მისი შეცნობისა.
ხედავთ? დიახ, გმადლობთ ჯონ. და ეს არის სიცოცხლისაკენ ვიმეორებ დაუოკებელი სწრაფვა. როცა მე გავიცნობ მას პირადად, ხედავთ? და ამას ამბობს პავლე მოციქული, ხედავთ? შენ გინდა იცოდე ყველაფერი მის შესახებ. შენ გინდა რომ შეიგრძნო აღდგომის ძალა. და თუ ოდესმე თავს რაღაცა იმპოტენტად გრძნობ, შენ ამითი არ კმაყოფილდები. გიგძვნიათ ოდესმე ესეთი განცდა? გინდათ რაღაცის გაკეთება, ხედავთ? და გინდათ რომ იცოდეთ რომ გაქვთ ამის შესაბამისი ძალა. ხედავთ? ასევე პავლე ამბობს რომ მას უნდა რომ მისი ტანჯვაშიც მოზიარეობა იყოს. და მე მინდა ამასთან ძალიან ახლოს მივიდე, რომ მეც მტკივა, ხედავთ? როდესაც ვინმე მსაყვედურობს და მე ვგრძნობ ამ მტკივილს. და ეს არის ზუსტად სიახლოვის ლტოლვა იმ ტანჯვასთან, რასაც იესო გადიოდა. და ეს არის ის, რაც ნიშნავს ფილეო, სიყვარულს, სიახლოვის სიყვარული, რომელიც ყვირის და ამბობს შენში, რომ შენ გინდა რომ უფრო მეტად გაიცნო, თუ ვინ არის შენი მხსნელი, თუ როგორია ის, რა გადაიტანა მან. და რაში უნდა ვიყო ჩვენ მოზიარე. მე მინდა შევიგრძნო, ეუნები იესო ქრისტეს, მე მინდა შევიგრძნო შენი ძალა, მე მინდა დაგინახო და დავინახო შენი ხელი ჩემს ცხოვრებაში. და მე შემიძლია შემოგთავაზოთ ეს, თუ როგორ შეიძლება ამის დანახვა. და როგორ გძნობ შენ, რომ უფალი შენთან არის და მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მე ვერ ვხედავ პირდაპირ გაგებით ღვთის ძალას, ქრისტესთან მოზიარობას, ქრისტესთან ცოდნას, მაგრამ მე ვგძნობ ამას. და მე ვგძნობ რომ ღმერთი აკეთებს ამას ჩემი მეშვეობით, რასაც ქრისტე და მისი ძალა აკეთებს ჩემში. როცა ჩემთან ვინმე მოდის თქვენ მსგავსი და მეუნება და ადასტურებს იმას რომ მათ ისწავლეს ღვთის სიტყვა, რომ ის გამოვიდა მიატოვა ის ცხოვრება რომელთაც ცხოვრობდა და მას უფრო მეტად და მეტად აინტერესებს ბიბლიაში გარკვევა. აი ეს არის ზუსტად, როდესაც მე ვხედავ ღმერთის ძალას, რომელიც ვლინდება ამ ჩვენს ურთიერთობაში. და მე ამბობ მაშინ, ხედავთ, არსებობს ქრისტეს ძალა. და მე შემიძლია დავინახო, როცა ის ჩემში შემოდის და თქვენ გეხებათ. უკვე მარტო ჩემში კი აღარ არის, უკვე თქვენს გეხებათ. ხედავთ რას ვამბობ? დიახ, ხვდები ჯო რას ამბობ. ასე რომ როცა ქრისტიანი გახდებით, უნდა გითხრათ, რომ მადა არ გაქრება, ის შიმშილი არ გაქრება. პირიქით, ის სულიერი მადა უფრო და უფრო სულიერი ხდება, ვიდრე ხორციელი. და უფრო მეტად გინდათ უკვე უფრო მეტად რაც სულს წყურია და არა რაც ხორცს წურია. და ეს არ არის განუმეორებელი, ის მეორდება და მეორდება და უფრო ათმაგდება. ასე რომ ის ყოველთვის იქნება. და მე ხედავთ რომ ღვთის სული იყენებს თქვენ სულიერ საჩუქრებს, იყენებს თქვენ სახურებას. ასე რომ ძალა მისი ვლინდება აქ და არსებობს. და თქვენ უფრო და უგებთ მის ტანჯვას. არის როცა უსამართლოდ გდევნიან, უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ქვებს გესვრიან და შენ ახარ ზუსტად იმ ტანჯვის მოზიარე, რასაც იესო გადიოდა. არის სიტყვები, არის შემთხვევები, როცა სიტყვით თქვენ ბრაზდებით, როდესაც იესო ქრისტე შეურაცხყოფილია. მაგალითად როგორც ახლა იქნა თქვენ რო ახსენეთ ჰელოუინის შობის, აღდგომის, რაღაც კურდღლების და ამ ჯადოქრების დროს შეურაცხყოფა რო ხდება იმისი, რაც ქრისტესია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ იცავთ სიწმინდეს, თქვენ იცავთ წმინდა წერილის სისრულეს და ჭეშმარიტებას. და ეს ყველაფერი იესო ქრისტესთან თანამოზიარობის ნაწილია. როცა პატარა ვიყავი, მე მithქვია კიდევაც, ხო, ჩემ ცხოვრებაში, როცა საშუალო სკოლის ასაკში ვიყავი, ძალიან მკითხულობდი ბავშვობაში მისტიკოსებს. მე მკითხულობდი ისეთ პიროვნებს, როგორც თომა აკემფისი და ასე შემდეგ. და ყოველთვის გაუცებული ვიყავი იმ რაღაცა ლოცვის ძალით და იმ რაღაცა ცხოვრების წესით, რასაც ისინი გადიოდნენ. და მართლაც ეს ადამიანები იყვნენ მისტიკოსები. ისინი ტიროდნენ, ითხოვდნენ უფლის შეგრძნებას და შეცნობას. იატაკზე მუხლის ჩოქით, ლოცვაში ატარებდნენ. ძალიან ღრმა გრძნობები და ემოციებით. ქრისტეს შეცნობა უნდათ მათ. და მეც ეს გავაკეთე, იმიტომ რომ მეგონა რომ რაღაცა მაკლდა ჩემში და არ ვიყავი მე სრულყოფილად მორწმუნე და ქრისტიანი. რადგან მე ჩვენებოდა, რომ ჩემი სახურება ეს იყო მარტო ზედაპირული
და ჩემი ქრისტიანული ცხოვრება რაღაცნაირად მეჩვენებოდა რომ არ იყო პრაგმატული და მას აკლდა რაღაცა მისტიკა, რაღაცა სულიერება, მაგრამ მე ვისწავლე რომ ყველაზე კარგად როცა შემიძლია დავინახო მისი ძალა და განვიცადო მისი თანამოზიარეობა, თანამეგობრობა იესო ქრისტეში ჩემ ცხოვრებაში, ეს არის როცა მას ვემსახურები და მოქმედებ იმ გეგმით და იმ მითითებით, რასაც ის მეუნება და როცა ვაკვირდები ჩემს გავლენას სხვის ცხოვრებაში. აი როგორც ხდება ეს ეხლა თქვენთან მიმართებაში და ამ მომენტში. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია, უღრმესი მადლობა ამ პასუხისათვის.